გინდაიჯერე გინდა რა, ხელოვნური ინტელექტის მატარებელზე ჯერ არ დაგიგვიანია. რეალობა ისაა, რომ ადამიანების უმეტესობამ უბრალოდ არ იცის როგორ გამოიყენოს AI ეფექტურად. ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ ხელოვნურ ინტელექტზე 99%-ით მეტი გეცოდინებათ ვიდრე აქამდე. ხო, თუ ბოლომდე დარჩებით, ზუსტად გაიგებთ, რა სჭირდება AI-ს თქვენგან ეფექტური შედეგის მისაღებად. ჩვენ პირადად შევიქმნით და დაგვიტესტავს 1000-ობით AI პრომპტი, ანუ ბრძანება, რომელსაც დღეს ჩვენი 100,000-ობით მოყოლებელი იყენებს თითქმის ყველა მოდელზე. ამ ვიდეოში სულ რაღაც 3 ნაბიჯით გასწავლით, როგორ აქციოთ AI თქვენს მთავარ ასისტენტად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ხელთაა მთელი მსოფლიო ინფორმაცია, ვიდეოები, პოდკასტები, დოკუმენტები. ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ყველაფერი გაანალიზა და ახლა მათემატიკური ფორმულებით ცდილობს გამოიცნოს მომდევნო ლოგიკური პასუხი. სწორედ ამიტომაა, რომ როცა ვწერთ ჭირი იქა და ვჩერდებით, ის ავტომატურად გვპასუხობს. ხინი აქა. ან თუნდაც რატომ იყენებს ხელოვნური ინტელექტი თავის პასუხებში ბევრ ტირეებს? მას ტირეები კი არ უყვარს. უბრალოდ ჩვენგან, ადამიანებისაგან ისწავლა. მოკლედ, თუ მას ხარისხიანი ინფორმაციას მივაწვდით, შედეგით შესაბამისი გვექნება. ეს იმ შემთხვევას გავს, როდესაც ვიღაც ისტორიას დაწვრილებით მოგიყვება, შემდეგ კონკრეტულ შეკითხვას დაგისმევს და შესაბამისად შენც ლოგიკურ და ზუსტ პასუხს გასცემ. ადამიანები ზუსტად აქ უშვებენ შეცდომას. ხელოვნური ინტელექტი ჯადოქრობა კი არა, კანონზომიერების ამოცნობაა. სწორი ინფორმაციით მას სწორი დასკვნების გაკეთება შეუძლია. ნაბიჯი 2. როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს? ადამიანების უმეტესობა ხელოვნურ ინტელექტს ისე იყენებს როგორც Google-ს. ერთი მარტივი წინადადებით სასწაულებს ელის. თუმცა თუ არ იცით როგორ ესაუბროთ AI-ს, მისგან მაქსიმალურ სარგებელს ვერასდროს მიიღებთ. ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის უნარს კი პრომპტის ინჟინერია ჰქვია და ის ამ 6 მთავარი ელემენტისგან შედგება. ახლა კი ეკრანზე შეადარეთ ეს 2 პრომპტი და მათგან მიღებული ჩარჯებითი პასუხები. თავადაც ხედავთ რა მხელა სხვაობაა ხარისხში. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ყოველთვის 6 ელემენტის გამოყენება საჭირო არ არის. სავალდებულო, ნაკლებ მნიშვნელოვანი და არასავალდებულო ელემენტები კი ცალკე გამოგიყავით. ნაბიჯი 3. სწორი ხელსაწყოს შერჩევა. თუ შენ ვიდეოს აქამდე უყურე, ესე იგი ეს საკითხი მართლა გაინტერესებს, რაც მართლა გასაფასებელია. თუმცა მესამე ნაბიჯის გარეშე სასურველი შედეგის მიღება მართლაც გაგიჭირდება. დაახლოებით 2 წლის წინ უნივერსიტეტში რეფერატის დაწერა დამავალეს, რომლის გარეშეც საგანს უბრალოდ ვერ ჩავაბარებდი. ხოლო გავხსენი მეც ChatGPT და მივწერე. დამიწერე რეფერატი ამ და ამ თემაზე. შედეგი: რობოტული ტექსტი, არააკადემიური ტონი, არანაირი წყარო და ნულოვანი სტრუქტურა. აი მაშინ რომ ცნობდა Perplexity-ის არსებობა, ძიებას სწორედ ამ AI ხელსაწყოთი დავიწყებდი. Perplexity-ის ხელი მიუწვდება უამრავ მეცნიერულ კვლევაზე და თან ყველა პასუხს სანდო წყაროს სურთავს. რაც კვლევის პროცესში დახარჯულ დროს მართლა გაანახევრებდა. ტექსტის დაწერას კი ხლოთს მივანდობდი. ამ ხელსაწყოს აქვს ყველაზე აკადემიური ტონი და თან ბუნებრივი წერის სტილი. ქართული გრამატიკის გასამართად კი გამოვიყენებდი Gemini-ს. ან თუნდაც რამდენჯერ დაგიხარჯავთ საათები სლაიდების აწყობაში, როდესაც გამას შეუძლია ეს საქმე 2 წუთში გააკეთოს და თქვენ მარტო პატარა კორექტირებების შეტანა მოგიწევთ. სწორი გასაღების ქონა უამრავ დროს, ენერგიას და ნერვებს დაგიზოგავთ. აღარ მოგიწევთ ChatGPT-სთან ჭიდაობა, როდესაც უკეთესი ალტერნატივები არსებობს. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რეალურად რა პრობლემის მოგვარება გსურთ თქვენ? დღეს ბევრი ცდილობს AI მხოლოდ იმიტომ აითვისოს, რომ ის მოდაშია. ჩვენს სულ სხვა რაღაც გვაინტერესებს. გაწუხებთ რუტინული საქმეები? გიჭირთ ხარისხიანი ვიზუალების და პრეზენტაციების შექმნა? გინდათ სწავლის ან სამუშაოს პროცესი გაანახევროთ და უფრო მეტი თავისუფალი დრო დაგჭერეთ? არ არის საჭირო საკუთარი დროისა და ენერგიის დახარჯვა ამ ყველაფრის დამოუკიდებლად აღმოსაჩენად. სოციალურ მედიაში თქვენმა გამოხმაურებამ კი დაგვანახა, რომ თქვენ არ გჭირდებათ მორიგი AI კურსი. თქვენ კონკრეტული გამოსავალი გჭირდებათ. როგორ დაზოგოთ დრო, როგორ აკეთოთ მეტი ნაკლები რესურსით და როგორ გახდეთ უფრო კონკურენტუნარიანი. საქართველოს მოსახლეობის 80%-ს კი ეს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია უბრალოდ არ აქვს. სწორედ ამიტომ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ციფრულ აკადემიაში შევადგინეთ AI ხელსაწყოების ვიდეო გზამკვლევი. ეს უბრალოდ თეორია არაა. ესაა ვიდეო გზამკვლევი, რომელიც თქვენს ყოველდღიურობასაა მორგებული. თუ დროის მენეჯმენტი და რუტინა გყლით, პროდუქტიულობისა და ზოგადი გამოყენების ხელსაწყოები ამოგასუნთქეთ. თუ კონტენტის შექმნა გჭირდებათ, ისწავლეთ AI ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც ძალიან მარტივად ქმნის ვიზუალებს, ვიდეოებს და სხვადასხვა ბანერებს. თუ დიდი ინფორმაციის დამუშავება გიწევთ, კვლევისა და სწავლის პროცესს გაგინახევრებთ. ესაა ვიდეო გზამკვლევი, რომელსაც ერთხელ ყურების შემდეგ ყოველთვის დაუბრუნდებით. სარგებლის მიღება კი ყველას შეუძლია. როგორც თინეიჯერებს, რომლებსაც სურთ, რომ მოვალს მზად დახვდნენ, ისე საქმიან უფროსებს პროდუქტიულობისთვის ან ბიზნესის დასაბუთად. თუ გძნობთ, რომ ის უპირატესობა გჭირდებათ, რომელიც მოსახლეობის 80%-ს უბრალოდ არ აქვს, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. 35 ლარად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა, რომელიც დროს დაგიზოგავთ, საქმეს შეგიმცირებთ და მთელი ცხოვრება გამოგადგებათ. თუ გინდათ, რომ თავად ატესტოთ ვიდეო გზამკვლევის სულ მალე, გადადით ლინკზე ვიდეოს აღწერაში. მადლობა მხარდაჭერისთვის.